მოგესალმებით გადაცემით ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად და როგორც ყოველთვის ახლაც ვეცადეთ რომ მაქსიმალურად საინტერესო თემები შემოგთავაზოთ მუხის, კასრის ჩართულობა ღვინის დაყენების დროს თუ ცოტა შემდგომ პერიოდში ან ჩიფსების და მოვიწვიეთ ისევ შალვა ჯაფარიძე, შალვა გთხოვ მოხვიდე ჩვენთან ღვინის ექსპერტი, რომელსაც შეხება აქვს როგორც აი ამ ნაწილში, ასევე სხვადასხვა დამხმარე მასალებში, რთველის სხვადასხვა დამხმარე მასალებშიც და ძალიან მინდა რომ ამ თემაზე შენთან ერთად ვისაუბრო. შალვა, დაბრძანდი. მუხაზე დავიწყო თვითონ ან სადიზდებოდეს, რა ტყეები არის? პატარა ისტორიით, ხო, შესაძლებელი გავაკეთოთ. ანუ თვითონ ესე იგი მუხის როგორც ასეთი კასრი ამ შემთხვევაში უძველესი ჭურჭელი ეს არის, ხო, მუხასთან ასოცირება როცა ხდება, ეს უკავშირდება ესე რომაულ ექსპანსიას ევროპაში, ანუ კასრი მეღვინეობაში ეს რომაელების, ასე ვთქვათ, შემოტანილია. თუმცა რომაელების მოგონება არ არის. ასეთი ნახევრად ლეგენდა არსებობს ესეთი, რომ ეს კასრი იყო წყლის გადასაზრდი ჭურჭელი, როდესაც გალეთის დაპყრობა მოხდა დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიას, უბრალოდ რომაელებს ეკუთვნით აი ეს მიგნება, რომ მოდი ღვინოშიც გამოვიყენოთ. თავიდან იყო როგორც ჭურჭელი და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში რომ გამოჩნდა ეს დადებითი გავლენა, რაც შეიძლება რომ მუხას ჰქონდეს ღვინოსთან შედარებით, შემდეგ უკვე უფრო და უფრო გაიზარდა კასრის მნიშვნელობა. ეხლა კიდე რა შეიძლება ვთქვათ, რომ ძირითადად არის რამოდენიმე ტიპის მუხა, რაც გამოიყენება კასრის წარმოებისთვის, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი არის ფაქტიურად სამი ტიპი. ორი არის ფრანგული, ერთი არის ამერიკული. რაც შეეხება ახლა ფრანგულ მუხას, უფრო მაინც მეტი პოპულარობით ფრანგული მუხა სარგებლობს. საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ასე იგი რა ხდება, რომ არის სპეციალური ტყეები, რომელიც სპეციალურად კულტივირდება, სადაც მოყავთ ეს მუხა, ეს უხეშად რო ვთქვათ. ძირითადად 6 ცნობილი, ასე ვთქვათ, ტყე არის საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც ხდება ძირითადად აი ამ ორი ტიპის მუხის კულტივაცია, ეს არის კერკუს რუბურ და კერკუს პეტრაია, ორი ესეთ ლათინური დასახელებები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ხდება ესე იგი მენეჯმენტი ამ ტყეების, ანუ საფრანგეთის მთავრობაში არის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კურირებს ამ საქმეს და რატო ხდება ეს მენეჯმენტი, რომ ესე იგი ნებისმიერი ფორმის ხის გამოყენება არ შეიძლება კასრის მასალად, ამიტომ ეს უნდა იყოს სპეციალურად ესეთი მაღალ ტყეს ეძახიან ამ ტყეებს, ანუ მაღალი ტყე რას ნიშნავს, რომ ძალიან სწორი ტანი და განტოტვა ხდება ზემოთ. იმიტომ რომ კასრის მასალა ძირითადად გამოიყენება ესე იგი მიწასთან ახლო მდებარე რაც არის ამ ხის ტანის ნაწილი, ანუ სწორი და მსხვილი, ასე ვთქვათ, ტანი და როგორც წესი, საშუალოდ ამის ზუსტი, ასე ვთქვათ, დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ საშუალოდ ეს არის დაახლოებით 120 წლიანი მუხა, რომელიც ასე ვთქვათ იჭრება და შემდეგ უკვე აი ამ მორებისგან, რომელიც ესე იგი ხის ქვედა ნაწილში, რომელიც მდებარეობს, ხო, ამის დაჭრა ხდება დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის მონაკვეთებად და შემდეგ უკვე ამ მორებისგან ხდება უშუალოდ აი მასალის გამოყენება, რისგანაც იკურება კასრი. ძალიან საინტერესოა. ხო, ერთი საინტერესო დეტალი რა არის ახლა კიდე, რომ აი ვინც ოდნავ ჩახედულია, ხო, ამ კასრების თემაში შეამჩნევს, რომ ამერიკული კასრი თითქმის ორჯერ იაფია ვიდრე ფრანგული. ესეც ესე იგი მუხის თავისებურებას უკავშირდება, კონკრეტულად რაში მდგომარეობს განსხვავება, რომ ფრანგული მუხის მასალის დახერხვა არ შეიძლება, უნდა დაიბოს. და ამერიკული მუხა გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მჭიდრო სტრუქტურის არის, მისი დახერხვა შესაძლებელია. ეხლა პრობლემა რაში მდგომარეობს, ანუ რატო ვერ ხერხავთ ფრანგულ მუხას, ხო, თუ ფრანგული მუხა დაიხერხება და მასალა ესე მიიღება, არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ გაჟონავს კასრი. ანუ აი ამ ძარღვებისგან გამომდინარე, სადაც მოძრაობს ეს ჩვენი, კი ბატონო, მათ ეს იგი სულფასოვნად ამოვსება, გამერქნიანება არ ხდება და ამიტომ საჭირო არის გარკვეული მიმართულებით დაპობა ამისი და აქედან გამომდინარე უფრო სწორად როგორ ჩამოვაყალიბო, ესე იგი უფრო გამოსავლიანობა არის ბევრად უფრო ნაკლები. ანუ ფაქტიურად ერთი და იგივე რაოდენობის მასალას თუ ავიღებთ, ხო, დაახლოებით 25% გამოდგება ამ მასალის ფრანგული მუხის კასრის დასამზადებლად და დაახლოებით 50% ამერიკული მუხის. ფასიც ესახავს გავლენას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი მასალა რჩება, რასაც ვერ გამოვიყენებთ კასრის წარმოებისთვის, მაგრამ
ეს არ იკარგება, აქედან ხდება შემდეგ იგივე ამ სტეივების, ჩიპსების გამოყენება, კეჩების, რომელიც ცისტერნაში იწყობა. შალვა, ძალიან მინდა აი ამ სამის სხვაობა ვახსენეთ, დადებითი მხარე მუხის. ჯერ საერთოდ რატომ არის კარგი მუხის კასრი? გარდა იმისა, რომ არომატებს აძლევს დუღილის პროცესში ან პოსტ როგორ ვითარდება და რატო არის ეს უკეთესი ღვინისთვის? და ვიცით, რომ ბურგუნდიაში მაგალითად არის რამოდენიმე 10 წლეულის კასრები უდგათ ძველ მარნებში, მაგრამ ისინი არა მუხის გემოსთვის, არამედ იყენებენ იმისათვის, რომ ხო, ზუსტად უფრო სწრაფად დავარგდეს. აი ეს მინდა დადებითი მხარე უთხრა. ესე იგი, რა შეგვიძლია ვთქვათ, ხო, კასრის დადებითი მხარე, ანუ ესე იგი, პირველ რიგში ეს არის ექსტრაქცია, ფენოლური და არომატული ნივთიერებების, რაც ხდება როგორც დუღილის პროცესში, ასევე ჩვენ შეგვიძლია ღვინო ვთქვათ, კასრში არ დავადუღოთ და მე უბრალოდ მზა ღვინო დავავარგოთ, მაგრამ როგორც წესი უფრო სასურველია, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ ღვინო კასში დადუღდეს და შემდეგ ასევე კასრში გააგრძელოს დავარგება. ესე იგი, პროცესები მან ძირითადად რა ხდება? როგორც ვახსენე, ერთი არის ეს ექსტრაქცია, გამოტანა არომატული ნივთიერებების და ასევე ძალიან ნელი გამდიდრება ჟანგბადით ღვინის. გამდიდრება შეიძლება არ იყოს ახლა თლაც ზუსტი ფორმულირება, მაგრამ ღვინის განვითარებისთვის და მისი დავარგებისთვის საჭიროა ჟანგბადის გარკვეული მცირე რაოდენობა. ასე იგი, კასრი იღებს, ასე ვთქვათ, აძლევს საშუალებას ღვინოს, რომ ჟანგბადი, ასე ვთქვათ, ღვინოსთან რეაქციაში შევიდეს, თუმცა ხშირად არის გავრცელებული ესეთი მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ფორიდან სუნთქავს კასრი ამ დროს სინამდვილეში ჟანგბადის აღების ძირითადი, ასე ვთქვათ, წყარო ეს არის ხვრელი, სადაც საცობი აქვს გაკეთებული კასრს და ასევე გაცილებით უფრო დიდი მიმოცვლა ხდება აი ამ სტეივებს შორის სივრცეში, რომელიც მართალია სითხე გაუმტარია, მაგრამ ჰაერი იქ მოძრაობს და ამ კასრს როგორ არის, იცით, ეს თვისება წლების განმავლობაში უმცირდება. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ესე იგი ხდება ერთი ამ არომატული ნივთიერებების მერქნიდან გამოწვლილვა და პლუს ამას ის უხეშად რო ვთქვათ, აი ნალექი რაც ამ დუღილის პროცესთან სდევს, ხო, ეს ამ ბოჭკოებს ნელ-ნელა აღშობს, იბიდება, რა თქმა უნდა. ანუ წლების განმავლობაში კასრი ნელ-ნელა ხდება უბრალოდ შესანახი ჭურჭელი. ანუ ის ფუნქცია, რაც თავიდან ახალ კასრს აქვს, ის ფაქტიურად ქრება. და ამიტომ არის რომ დაახლოებით 3 წელი არის ოპტიმალური კასრის გამოყენების, როგორც ასე ვთქვათ, მუხის არომატების ექსტრაქციისთვის და ასე ვთქვათ, ჟანგბადის მიკროოქსიგენაციისთვის, მოდი ასე ვთქვათ, და შემდეგ უკვე ხდება უბრალოდ ჭურჭელი. ეხლა რა მინდა, რახანჯერ კასრზე ვსაუბრობთ? სხვადასხვა გამოწვის კასრები არსებობს და ორი სიტყვით რო ვთქვათ, პატარა შესავალს გავაკეთებს იქ ფაქტიურად კასრის მასალა, ხო, ამ გამოწვასთან ასოცირებულ ტემპერატურის მატებასთან ორჯერ არის კავშირში. ერთი არის კასრის გაკეთების დროს, ანუ ეს სტეივები, რომლისგანაც კასრი მზადდება, ჯერ ვარგდება ღია ცის ქვეშ, ვთქვათ, 3-4 წლის განმავლობაში კასრის, ვთქვათ, ხარისხიდან გამომდინარე. და შემდეგ უკვე ხდება მისი კასრად შეკვრა. კასრად რო შეიკრას, ამიტომ ეს უნდა დატენიანდეს და გახურდეს. მაგრამ ეს პირველი გახურება, ეს გამოწვათ არ ითვლება, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ დრეკადობა რო მიენიჭოს ამ სტეივებს და შეიკრას კასრი, შემდეგ უკვე კასრის აწყობის პროცესში, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს კასრი, ხდება მათი გამოწვა. გამოწვის უხეშად 3 ხარისხი არსებობს, თუმცა არის ქვეხარისხები, მერე შემდეგ უკვე ეს არის ასე იგი სუბუქი გამოწვა, საშუალო გამოწვა და ძლიერი გამოწვა. სხვადასხვა მწარმოებელი გამოწვის, ასე ვთქვათ, ქვეხარისხებსაც თავაზობს, მომხმარებელს, ვთქვათ, medium plus-ი, ანუ საშუალო პლუსი, ცოტა უფრო მეტი სიტყვაზე. მაგრამ ძირითადად ამ სამ კატეგორიაში ვართ და გამოწვის ხარისხიდან გამომდინარე, კასრის უნარი, ღვინოს შეზინოს, ესე იგი, კომპლექსურობა და არომატული ნივთიერებები განსხვავდება. ანუ რაც უფრო ნაკლებად არის გამომწვარი კასრი, ანუ ლაითი გამოწვა, ასე ვთქვათ, მაშინ უფრო ესეთი ხილის ტონები და უფრო ესეთი სუბუქი დელიკატური ტონების მინიჭება ხდება ღვინოში, რაც უფრო იზრდება გამოწვის ხარისხი, გადავდივართ უფრო კარამელის ტონებისკენ, უფრო თქვა შოკოლადი, კვამლის ტონები და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებული არის მხოლოდ და მხოლოდ მეღვინეზე, როგორი გამოწვის კასრს გამოიყენებს, გამომდინარე იქიდან, როგორი ღვინის გაკეთება უნდა. სტეივები არის, ესე იგი, მარტივი ალტერნატივა კასრის გამომდინარე ფასიდან. პირველ რიგში, იმიტომ რომ ესე იგი მაღალი ხარისხის ფრანგული კასრი, ესეთი უხეშად რომ
შევაფასოთ ალბათ სადღაც 850-900 ევროდან იწყებოდა და ალბათ კიდევ უფრო გაძვირდა. ხო და სტეივის შემთხვევაში რა თქმა უნდა ამისთან დანახარჯებთან ადგილი არ აქვს. პლუს სტეივი გვეხმარება იმაში, რომ ესე იგი ფაქტურად ცისტერნაში ვიკიდებთ ჩვენ ამ სტეივს, ანუ რაღაც ცალკე ის არ ჭირდება მოწყობა ფართის, როგორც თქვა, გასრების მარანი როცა გაქვს. და ნუ ადვილი მოსახმარია, მოსავლელადაც კასრისგან განსხვავებით პრობლემა არ არის, რომ გამოიყენებთ და მე ესე ვთქვათ, გადავყრით, აღარ გჭირდება. მაგრამ აქვს მინუსები კასრთან მიმართებაში, იმიტომ რომ ესე იგი ვერ ხდება კასრის სრული იმიტაცია მარტო ამ სტეივების, ამ ტკეჩების გამოყენებით. იმიტომ რომ თუ ჩვენ ხო ვთქვათ ჰერმეტულად და ნუ ფლათ ჰერმეტულად არა, მაგრამ უჟანგავი ცისტერნები როა, ხო, ჟანგბადის მიმოცვლა სადაც არ ხდება, ხო? იქ როცა ვიყენებთ ამას, ანუ კასრის იმიტაცია არ გამოდის, იმიტომ რომ იქ აზრი არ აქვს ამ თამდევ ჟანგბადის შეყვანას ღვინოში, თუმცა არსებობს მაგის ასე ვთქვათ შემოვლითი გზაც, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ვითარდება, არსებობს ესეთი აპარატურა, მიკროოქსიგენატორი, რომელიც არის სინამდვილეში კი ძალიან ზუსტი დოზატორი ჟანგბადის და თუ ასე ვთქვათ, კარგად შევუხამებთ ამ პროცესს, ფაქტიურად შესაძლებელია იგივე, ესე ვთქვათ, პროდუქტის მიღება, რაც კასრის შემთხვევაში. ორი სიტყვა ჩიფსებზეც ვთქვათ, იმიტომ რომ აი რაც გვაწუხებს ხოლმე ყველაზე მეტად, როდესაც ღვინოს სინჯავთ, არასწორად მიცემული ჩიფსია. აი ძალიან ძლიერი, აი რომელიც ხანდახან გვაფიქრებს, რომ რამე სხვა პრობლემაც ხო არ აქვს, და ორი აი თუ არ შეწუხდები ორი სიტყვით, ესეც გითხარ. ეგეც ახლა ცოდვა გამხელელი ჯობია, ხშირად, ნუ იმედი მაქვს, რომ ხშირად არა, მაგრამ იყენებენ მაგ კუთხითაც, რომ თუ მაგალითად ძალიან აგრესიულ მუხის ტონებს შევიტან ღვინოში, რომელსაც ვიცი რომ რაღაც სადღაც უჭირს, ყოველთვის არის იმის შანსი რომ ამ აგრესიულმა მუხის ტონმა ეს გადაფაროს, მუხის ტონი როგორც ასეთი ზადად არ ითვლება ღვინოში, უბრალოდ აუხეშებს ხო ღვინოს, მაგრამ მე თუ თქვა რაღაც სხვა პრობლემა მაქვს, რომელიც არ მინდა რომ წინა პლანზე მიჩვენია ისევ ცოტა უხეშად გამოჩნდეს და თქვა რომ მარტო მუხის ტონები აქვს ღვინოში, ვიდრე მაგრამ ნუ ეს არ არის სწორი მიდგომა, რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ დანაშაულის კვალის დაფარვა. თვითონ ჩიფსებს რაც შეეხება, ესეთი თავიდან მაინდა-მაინც არასახარბიელო რეპუტაცია შეექმნათ, რომ ჩიფსებზე გაკეთებული ღვინო ეს არის იაფფასიანი ღვინო და ნუ იქ არ უნდა ველოდოთ არაფერს. რა შემიძლია რომ გითხრათ, რომ ჩიფსებიც არის მაღალი ხარისხის ჩიფსებზე აქ ახლა საუბარი, იგივე მუხის მასალა, რაც არის სტეივებში, ხო? იგივე მუხა, რაც გამოიყენება კასრის წარმოებისას, თუ ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე ვსაუბრობთ ჩვენ და ჩიფსების ერთადერთი პლუსი, ვთქვათ, სტეივთან მიმართებაში, რაც ეხა შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ კონტაქტის დრო ნაკლები ჭირდება. სტეივთან მიმართებაში, ანუ საშუალოდ იგულისხმება, რომ სტეივების შემთხვევაში ეს არის თქვათ სადღაც 4-5 შეიძლება 7 თვემდეც დაყოვნება იმის ნამიხედვით რა სტილის ღვინო გვინდა ჩიფსების შემთხვევაში 2 თვეს ავსებით საკმარისია ამ სწრაფი შედეგის მიღება თუმცა მიკროოქსიგენაცია აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ანუ არანაირი ტაბუ ჩიფსები არ არის ჩემთვის თუმცა ხარისხთან მიმართებაში თანმიმდევრულად ვისაუბრეთ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა მუხის კაც შემცვლელი არ აქვს შემდეგ უკვე სტეივები და შემდეგ არის უკვე ეს ჩიფსი, რომელიც სასურველია, რომ ამ შემთხვევაში მოხაში დავარგებული არ ეწეროს, რომ მომხმარებელი არ შევიყვანოთ შეცდომაში. ამ თემას როგორც შეკვეთით, კიდევ ერთხელ მოუბრუნდებით, უღრმესი მადლობა შალვა.